ვართ გაუსაძლის პირობებში, არ გვაქვს წყალი, დენი, კანალიზაცია, არანაირი სველი წერტილი. ამავდროულად კრიშა მოხდილია და როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით წვიმს. არ არის საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ცხოვრობთ, რო არ გვაქვს სხვაგან წასასვლელი. დღეს მოგვაყენეს ტექნიკა, მოიტანეს სამშენებლო მასალები, ამბობენ, რომ უნდა დაინგრეს და დაგვიცალეთო. ხალხს არ გვაქვს წასასვლელი არსად. ჩვენ არავის არ ვებდვით, არც მთავრობას, არც ამ მიწის მეპატრონეს. ჩვენ ვითხოვთ მთავრობისგან მოვიდნენ ოფიციალურად, გადაგვამოწმონ. თუ ნამდვილად მე არ მეკუთვნის, ავდგები და ჩემი გავალაკედან. თუ მეკუთვნის კიდე რამე ვინმე დამეხმაროს, ვიღაცა მოგვაქციოს, მთავრობაში ვეკავთ, კაციშვილი არ მოდის. არავის არ აინტერესებს ამ ხალხის ბედიღბალი. სად არ დავწერეთ, წერილებიც გავგზავნეთ, განცხადებებიც გავაკეთეთ, მაგრამ კაციშვილი არ მოდის და არ აინტერესებს 7 თვის მანძილზე ამ პატარა ბავშვებით აქ ხალხი როგორ ცხოვრობს. ესი არ შეიძლება ვიღაცა ხო უნდა დაინტერესდეს არა? სამი შვილით ცხოვრობთ, ხანჯრები არა აქვს. უცხლოდ, უშუქოთ ეკლესიის ეზოდან ვეზიდები წყალს. პატარა ბავშვები ერთი ჯაღვაზე მეტყვინება მეორე ხელზე. არ გინდა აქ ცხოვრება და ამასაც თავზე მოანგრეთ. წამოგძანდით, მაღლა და გაჩერებ. რამდენი ინსტანციაში ვარ? ხალხო მისული რამდენი მოდი. ამ ეტაპზე ვერ არის, იმ ეტაპზე ვერ არის. როდის ხა შეგვასახლეთ სადმე? თუ არ გვეკუთვნის შემოგვლე, მოვიდნენ, გადაგვამოწმონ და ნახონ. ჩვენი პირადობები წაიღონ, ნახონ ვინ ვართ. თუ ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ თვითონ გავალთ. ყოფნის იმხელა ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. კომუნალურსაც ვიხდით, როცა გვაგვაჩნდა და გქონდა. ხმასაც ვაძლევდით და ჩვენი სახელით კეთდება მრავალი გრანტი. სად მიდის ეს ყველაფერი? სოციალურებს სახლებს უუშენებენ, ვინ სად მიდის? აუცილებლად მერის ბიძაშვილი უნდა ვიყო? თუ ჯანდაცვის სამინისტროს ნათესავი? რო სადმე შემიყვანონ ჩემი 7 წელია მაგას პირდებია სახს მოგცემო კარს მოგცემო თუ არ მეკუთვნო და რაზე მეუბნეოდნენ იმასთან რომ მოგცემო მოგცემ და ბოდიშები 7 წელია მიაქავარ ეს ხალხი 7 თვია აქ დავზარდე ბავშვები თითქმელების ასიმეტრია აქვს გაკეთებული დამართული ბავშვი აქ ცხოვრობს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შენობა ეკუთვნის მერიას და მიწა კერძო პირს ესე ცხოვრობთ ამ პირობებში ასწმიანი ქალი ეს ბავშვი ესეთი ამას პენსიას არ აძლევენ გერმანიაში მყავს სანდრა რულოვსთანაც კი ვიყავი აგერ მაქვს საბუთები დამცინეს ერთჯერადი დახმარება ვთხოვე და მეთქი რაღაცით დამეხმარეთ რომ ბავშვს ელემენტარული რაღაცა გაუკეთდეს საქართველოში ნატო ნატრიშვილმა დამცინა და ერთი ბანკა მაწონით გამომიშვეს იქიდან ერთი კილა მაწონით ბავშვს რომელსაც დიაგნოზია ორჯერ მაქვს ჯანდაცვის სამინისტროში წერილი დაწერილი და შეტანილი უპასუხოდ ვარ დარჩენილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე რაც მოვიდა მთავრობაში წერილი დაუწერეს რავი სადღაც გადააგზავნეს რაღაცები კურნალო 20 მეტრის მეც ვერ დადის სკოლაში არ დამყავს ბავშვი კვირაში დამყავს ერთი დღე ვერ დამყავს ამხელა ბავშვია ხელში როგორ ვატარო 20 მეტრს რო გაივლის მე ხელში უნდა იყვანო არ მაქვს იმის საშუალება რომ კომფორტულად მივიყვანო მანქანით და მოვიყვანო აი ესეთ გასაწოდავებულ დღეში ვარ წყალი ჩამოდის ყველაფერი აი ნახეთ როგორც გარეთ წვიმს ისე შიგნით წვიმს როგორც გარეთ ისე შიგნით აი ამ წყლებს ზიდავდნენ ეკლესიის ეხლა გვიგდები ამ შენობას საწავით სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, ორი შვილი მყავს, ქმარი მყავს, საწავით, ქუჩაში დავწვე, აი იქ დავუწვევი მანქანას და გადამიაროს მანქანამ და დამთავრდება ყველაფერი. ჩვენ არანაირ ტექნიკას არ შემოუშვებთ და არ მოვიდოდი ოცნება მოვიდოდა, მაგრამ ოცნება ქართული. მაგრამ არავის არ შემოუშვებთ. როგორ თქვენი პირობა აღარ გვინდა ის ბოდიში და მაპატია და დრო გავიდეს არ გვინდა. აი აქედან არ გავალთ. იცი რამდენი განცხადებები გვინდეთ? ამ ეტაპზე გვაპატიეთ, იმ ეტაპზე აღარ გვინდა ეს. პრობლემატური ადამიანისთვის არის მთავრობა საჭირო და უცილებელი. მე ასე მგონი. იმიტომაც რომ არის მთავრობა ხალხის სამსახურში და არა უნდა ვიყოთ ხალხი მთავრობის სამსახურში. ვაჭმელ ბავშვებს დაიჯერეს 6 თვეა სოციალური შეჭერებული მაქვს. აი უფასო სასადილოდან აემითი ვიკვებებით. დასაწოლი კიდე ლეიბი მიდეს აი აქ აი ლეიბს ჩამოვიღებ ხოლმე. აი აქ და დაბლავწებით მე და ჩემი თქმა და ბავშვები ახლა წვანან. სხვა არანაირი საერთოდ არაფერი გაგოჩნდა.
შმურის სუნი და ეს სინისტია. აი ბავშვი ძინავს და აღწევარ სამნი. მე და ორი ბავშვი. ზემოთ ნახე, აქ მაწვიმს, იქ ვერ ვდგავ ვერაფერს. აქ სულ მაწვიმს ზემოთ, იქ მაწვიმს. ტაშტებით ტაშტიც არ აქვს, ამ ვედროებში ვთხოვე. ამ გოგოს და ვთხოვე ვედროები. აი ეს არის ჩემი ცხოვრება და აქედანაც ქუჩაში მაგდებენ? სად წავიდე, სად მითხრან, მაშინ თუ არ მეკუთვნის და სულ წავალ რაღაცას უშველი ჩემ თავს. დავიღალეთ რა, დავიღალეთ, მეტი არ შეიძლება.